რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მოთმინება გაგესდეს მარკეტზე. ამაზე გვექნება დღეს საუბარი. თუ რა მნიშვნელობა ექნება, სანამ მიზნებს დავსახავთ, ასევე და სანამ თვითონ მარკეტზე მოთმინება გვექნება. რამხელა მნიშვნელობა აქვს მაგას. პირველ რიგში მოდის ძალიან განვაზოგადოთ ეს თემა და ვილაპარაკოთ ზოგადად აა რა დრო ჭირდება რეალურად ტრეიდინგი გამოგივიდეს რა. რეალურად ჩემი აზრით, სწორი ინფორმაციით, რასაც აგიღებთ და მაგის პრაქტიკაში გამოყენებით, ტესტით, ჟურნალში ჩაწერით, ერთი წელი არის სრულიად საკმარისი, რომ ტრეიდერს გამოუვიდეს ეს საქმე. აღუნდ, არ გეგონოთ რომ ერთ წელზე მეტი თუ გაგეწელოთ, თავი უნდა დაანებოთ ამ საქმეს. არა, მე მაგის დემოტივაციას არ გაძლევთ, მაგრამ ჩემი აზრით, სწორი ინფორმაციის მიღებით, ერთი წელია საკმარისი, რომ ამ საქმეში წარმატება იპოვო. ჩემი რჩევა იქნება, როგორც მე მქონდა, რომ ფურცელზე, ჟურნალში, სადმე სადაც ნახავთ, შეხედავთ ხოლმე, ჩამოწეროთ თქვენი მიზნები. მიზნები როგორ? პირველ რიგში ჩამოწერეთ გრძელვადიანი მიზნები შეგვიძლია, არა, პირველ რიგში მოკლევადიანი, რაღაცა მოკლევადიანი მიზნები ჩამოწერეთ. მაგალითად, გინდათ რომ ამ თვეში დემოზე პროფიტულები იყოთ. გინდათ რომ ამ თვეში აი რამოდენიმე თვეში, 6 თვეში პირველი აკაუნთი გაიაროთ, გაპასოთ პროფირმის აკაუნთი. შემდეგი მიზანი ჩამოწეროთ შეგიძლიათ რომ პირველ pay-out-მდე მიხვიდე 1 წლის შემდეგ მაგალითად, ხო? და შემდეგ უკვე ჩამოწერეთ გრძელვადიანი მიზნები, რომ გინდათ რომ ამდენი აკაუნთი გქონდეს ერთად და ერთდროულად ამდენ აკაუნტზე ტრეიდობდე. მერე ჩამოწერა რომ გინდა რომ ამდენი pay-out-ი გააკეთო, მაგალითად 10,000, 5,000. არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ეგ გრძელვადიანი, 1 წლიანი, წელნახევრიანი, 2 წლიანი მიზანი იყოს რა თქვენი. მაგრამ იცოდეთ, რომ მოთმინება უნდა გაგესდეს სანამ მაგ შედეგს მიიღებ რეალურად ამ საქმიდან რა. იმიტომ რომ თქვენ თავს თუ დატანჯავთ იმით, რომ აი რით ვერ გავაკეთე, რით ვერ ვიპოვე წარმატება და თქვენ თავზე სულ თუ ვილაპარაკებთ ზოგადად, ხო? ვერ ნახავთ ამ საქმეში განვითარებას, ვერანაირად რა. თქვენ თავზე სულ არ უნდა ილაპარაკოთ. აი მე თუ მკითხავთ, აი მე დღემდე და მანამდეც, ეხ არა დონეზეც ვარ, მანამდე უკვე ხედავდი ჩემ თავს, რომ ამ დონეზე მოვიდოდი. ეს არის ხალხო, აი ამის მანიფესტირება, რომ მე ვიცი, რომ მაგალითად ეხლა ვთქვა, აი ვარ მილიონერი. აი ვიცი, რომ ვარ მულტიმილიონერი. მაგრამ ვიცი რომ ვარ უკვე, მაგრამ ეს ყველაფერი დროის ამბავია, სანამ ვიქნები რა. ჩემ თავზე ადრე პრობლემა მქონდა, რომ ცუდ ვლაპარაკობდი, ძალიან ვაკნინებდი ჩემ თავს და ცუდ სიტყვებს ვამბობდი, როგორც აი არაფერი არ გამომივა. ყველა ვწვალობ და რაღაც მსგავსი რაღაცეები რა იყო პერიოდი ეგეთი, ყველას ჩემეთ ყველას აქვს რა, რომ აი შეუძლებელია, ვერ შეუძლებ, არ გამომდის და ესე დემოტივაციურ სიტყვებს ვეუბნებოდი. შემდეგ გავიაზრე, მოვისმინე, ბევრ პოდკასტს უყურებდი მაშინ, რომ შენ თავზე არ უნდა ილაპარაკო ცუდად. პირიქით, შენ თავს მოტივაცია უნდა მისცე, თუ გეგმა დაარღვიე, არასწორად იტრეიდე, არასწორი რამე გააკეთე, არასწორი გადაწყვეტილება მიიღე. პირიქით უთხარი, რომ შენ ამას გამოასწორებ შენ თავს, შენ ბევრად უკეთესი იქნები, დღეს თუ არა ხვალ გამოასწორებ. ყოველ დღე უფრო უკეთესი გახდები და ის შედეგი რა შედეგის მიღებაც გინდა დროთა განმავლობაში ამას მიიღებ. და დღეს რო შეცდომებს უშვებ, მაგალითად ეხლა 2 წლის წინ რა შეცდომასაც უშვებდი, იმაზე დღეს მეცინებასავით რა. აი ვიცი რომ ის აი დღეს მესმის რომ ის იმენა არაფერი არ იყო იმასთან შედარებით, რაც მე მომავალში მელოდა. რაც მე მომავალში მევიღებდი რა. ეგ არის არაფერი ხალხო. ამიტომაც დღევანდელ პრობლემებზე ძალიან არიღებლოთ, უბრალოდ მიუდექით ისე რომ ეგ პრობლემა მოაგვაროთ, გინდოდეთ მისი მოგვარება და ჩაიწეროთ ეს ყველაფერი ჟურნალში. მერე გამოასწროთ კვირის ბოლოს, თვის ბოლოს, მაგ ყველაფერს შეხედოთ თქვენ შეცდომებს. მერე გადახედოთ რა შეგეძლოთ უკეთესად გააკეთებინათ და შანსი არა, აი იმდენად უნდა შრომის მოყოლები იყოთ, რომ უკვე აი შეუძლებელი გახდეს, რომ აი წარმატება ვერ იპოვოთ რა. ეს ეხა ზოგადად მოთმინებაზე ვისაუბრებ, რომ ზოგადად სანამ შედეგს მიიღებთ, მოთმინება უნდა გაგესდეთ. დრო ჭირდება ამ ყველაფერს რა. ეხა მოდი უფრო კონკრეტულად მარკეტზე ვისაუბროთ, თუ როგორი მნიშვნელოვანია მარკეტზე სანამ ჩვენი ეტაპი მოვა, რომ მოთმინება გაგვესდეს. 80% მე რავი 1-2 საათი დღეში რომ ვუყურებ მარკეტს, ხო? იქიდან 80%, 90 არის მოთმინება. ველოდები იმას, თუ რა ანალიზი გავაკეთე, ან რაც შეიძლება მარკეტზე მოხდეს, ის მარკეტმა დამანახოს. აი მაგალითად მაქვს დღეს რო ტრეიდი გავხსენი, მაგალითად ველოდებოდი, რომ აი ამ ადგილიდან მოკლედ ასულიყო ფასი აქ, ხო? სანამ ეგ მოხდა, მანამდე მომიწია, ну, არც დიდი ხანი დღეს, მაგრამ ზოგადად მიწევს ხოლმე, სანამ ეგ მოხდება, სანამ მარკეტი ჩემს ქართულად როგორ ვთქვი, პატერნს მანახებს, ნიშნებს მანახებს, იმასაც რომ მარკეტს
უნდა მაქეთ წასვლა, ხო? მანამდე უნდა მოითმინო. ყოველთვის აი ძალიან შეცვალა ჩემი ტრეიდინგი იმ მიდგომამ, რომ მარტო ველოდები A+ სეტაპებს. ტოლი არაგას. A+ სეტაპებს. მარტო ველოდები A+ სეტაპებს. A+ სეტაპები რომლებია? ყველას გააჩნია თავისი A+ სეტაპი. უბრალოდ ჯერ ჩამოყალიბებული არ გაქვთ სავარაუდოდ რა. A+ სეტაპი არის ეს სეტაპი, რაშიც იცი და დარწმუნებული ხარ რომ მოიგებ. აი მე რომ იცოდეთ, ხო? ყველა ტრეიდი რასაც ხსნი, იმაში ვარ 100% დარწმუნებული. ის კი არა რომ 100% მოხდება ეგ ტრეიდი, არ მოხდება, ვიცი რომ არ მოხდება. უბრალოდ მე რო ტრეიდში შევდივარ, იმაში ვარ დარწმუნებული რომ მოხდება. აი იმაში დარწმუნებული ვარ რომ მარკეტი მაგას იზამს, ეგეთი თავდაჯერებით შევდივარ. მაგრამ ის არის რომ ეგე დარწმუნებული რო ვარ, იმიტომ რომ მე მოვითმინე, მე გავაკეთე ანალიზი, მე ვიცი რომ ეს პროფიტულია, ეს მუშაობს, გატესტილი მაქვს, ვიცი, იმიტომ რომ მაქვს საკმარისი ინფორმაცია შეგროვებული ჩემ სტრატეგიაზე. უბრალოდ, აი ხა ტრეიდში რო შევედი, დანარჩენი უკვე არის მარკეტის ამბავი, რომ თავისი გააკეთოს, ეგ უკვე ალბათობის ამბავია, თავისი გააკეთოს, მე მაგას ვერ გავაკონტროლებ. მოთმინებას ვიჩენ მარკეტზე სანამ ტრეიდს გავხსნი, ვითმენ, აი მაგალითად დღეს აი აქ მთლიან მარკეტზე რამდენი ხანი, ხო? მთლიანად აი მთელი 1 საათი მარკეტს უყურებდი და არაფერი არ ხდებოდა და არც ტრეიდს ხსნიდი. თქვენი აზრით, აი შეიძლება თქვენც იყოთ აქ ვიღაცა მისმენდეს და მსგავს რაღაც გაკეთებული ქონდეს. რამდენს დაგიჭერიეთ აი აქ უბრალოდ აი აქ უბრალოდ ხელი მარკეტისთვის, იმიტომ რომ გინდოდათ რომ მარკეტი ზემოთ ასულიყო და აი ამ კონსოლიდაციაში მოყვებოდით, ძალიან ბევრი უაზრო სტოპ-ლოსის დაყენების გამო გაისტოპებოდით, მერე წავიდოდა თქვენი მხარეს მარკეტი წავიდოდა რეალურად თქვენ მხარეს, მერე სადღაცას დააჭერდით, აქ იქ რო სადღაც რო ასულიყო და წააგებდით მაგას. რამდენს ქონიათ ეგეთი რაღაცა, ეგეთი გამოცდილება? ძალიან ბევრს. აქ 90% ვინც მისმენს და ვინცაც გამოცდილება გაქვთ ტრეიდინგში, ხო? ყველა მიცით რომ ეგ ყველას მოგსვლიათ და ყველას მოსდის ეგ ყველაფერი. სანამ თქვენი A+ სეტაპი არ მოვა, მანამდე ხალხო თქვენი win rate თუ გინდათ რომ გაიზარდოს და უაზრო ტრეიდები აირიდოთ თავიდან, მანამდე არ გახსნათ ტრეიდი. თუ გინდა ეს ნიშნავდეს რომ მთელი კვირა ტრეიდი არ გახსნათ. თუ გით მაგას ნიშნავდეს. შატდაუნი როცა იყო, შატდაუნი იყო, მაგალითად მთელი ოქტომბერი იყო შატდაუნი. შატდაუნი რას ნიშნავს? ამერიკაში იყო ისა სახელმწიფო გადაშული. და მარკეტზე ნიუსები არ ქონდა, ნიუსებზე მოვალში ვიდეოებს გადავიღებ. მაგაზე უუჭველი გადავიღებ რა ვიდეოს. ტრეიდი, აი თითქმის არ გამიხსნია, ანუ სეტაპი არც მოუწია, როცა გავხსენი break-even-ზე უყურავდი, ანუ იყო წაგებებიც რა. მაგრამ ეგ თვე წამგებიანად მაინც არ ჩამიხურავს. აი ეგ არის განსხვავება, რომ მე როცა ხსნი ტრეიდს, ხსნი მარტო A+ სეტაპს და ველოდები, რომ დარწმუნებული ვიყო იმ ტრეიდში. და არ ხსნი უაზროდ, აი ეს შეიძლება დაწეროს ამან. აი ესე, აი ყლეზე მკიდიაზე არ ხსნი რა. ველოდები A+ სეტაპს და მარტო იმას ტრეიდობ. მარკეტზე სანამ ტრეიდს გახსნით, უნდა მოითმინოთ აუცილებლად სანამ ეგ თქვენი სეტაპი მოვა. და ჩემი კიდე ძალიან დიდი, აი რაც რავი, მოსწავლებისთვის რა ძალიან კარგი რჩევაც მიმიცია და ძალიან ბევრს გამოადგა ეგ რჩევა არის ის, რომ სანამ თქვენი სატრეიდო დრო არ მოვა, ხო? სანამ თქვენი სატრეიდო დრო არ მოვა, მანამდე არ შეხედოთ საერთ მარკეტს. ნუ ვინც დამწყები ხართ და ვარჯიში გჭირდებათ, ორი აკაუნთი იქონიეთ და აი სანამ სატრეიდო დროები არ მოვა, მანამდე მაინც აი სესიებზე ხო ტრეიდობთ, ხო? ვინც ყველა სესიას ტრეიდობთ, თუ ვინც ავარჯიშოთ. 5-10 წუთი ადრე შეხედეთ მარტო მარკეტს. წინასწარ ანალიზი არ გააკეთოთ, იმიტომ რომ რას შვება ეგ, აი მაგალითად დღეს რომ აი 8:30-მდე რა, აი 1 საათი, 2 საათი ადრე რომ გამიკეთებინა ანალიზი რა. შეიძლება სხვა სცენარი დამენახა და რეალურად მარკეტმა სხვა სცენარიო მანახა, რომ აი ეს უნდა გაეკეთებინა. და მაგას რო დაინახავ, აი 1 საათი ადრე, 2 საათი ადრე რაღაც მიმართულება გონია რომ მარკეტი წავოდა, მე სტრუქტურა ის ჩამოყალიბდება, რომ ჩვენი წინარე ინფორმაცია შეიცვლება, ხო? და სხვა მიმართულება აქვს რეალურად მარკეტზე. ფსიქოლოგიურად შენ რაც 1-2 საათის ანალიზი გააკეთე, იმაზე ხარ მიჯაჭვული და მარტო უყურებ მაგალითად ბულიში ვარ მარკეტზე და 1-2 საათის წინ ბულიში ანალიზი გავაკეთე და არა რეალურად მარკეტი რო გაიხსნა და სტრუქტურა შეიცვალა. რაღაცა ისეთი ინფორმაცია მომოცა, რასაც ბიარის სეტაპი კეთდება. ჩემი ტვინი მაგას აიგნორებს. ვერც ხვდები ისე. რატო? იმიტომ რომ 1-2 საათის წინ უაზროდ შევხედე მარკეტს, როცა მარკეტზე ვაფშე არაფერი არ ხდებოდა და ჩემ სატრეიდო დროს, სატრეიდო სესიაზე რეალურად მომცა მარკეტმა ოპორტუნიტი, ანუ შანსი და მე ეს ვერ გამოვიყენე. რატო? იმიტომ რომ დროზე ადრე შევხედე მარკეტს. ეს რჩევაც გაითვალისწინეთ ხალხო. იყავით მომთვენები, სანამ შედეგს მიიღებთ, იმიტომ რომ ამ საქმეს
მოუთმენელი და სწრაფი ხალხი არ მოსწონს, არ ევასება, ვერ იზავთ, ვერ გამოიღებს ეგ შედეგს, რაც არ უნდა ცხოვრებაში პრობლემები ქონდეთ და რაც არ უნდა ძალიან გჭირდებოდეთ ფული, სულ ყველაზე კიდია ეგ მარკეტს ბოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ ესეა და რას იზავთ, ვერაფერს ვერ იზავთ. უნდა მომისმინოთ და ეს რჩევები გაითვალისწინოთ. დღეისათვის ხალხო სულ ეს იყო. მადლობა ყურადღებისთვის და ეს ვიდეო ცოტა დავაგვიანე მესმის. შემდეგ ვიდეოს გვირდებით რომ მალე ავტვირთავ კიდევ რამოდენიმე დღეში აუცილებლად. კიდევ რამოდენიმე არის რაღაც თემები, რაც მინდა რომ ყველას გესაუბროთ სანამ თქვენ დამოუკიდებელ გზაზე გაგიშვებთ. ამიტომაც ყურადღებით იყავით, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და როგორც ყოველთვის წარმატებულ ტრეიდინგს გისურვებთ. ნახვამდის.